თბილი თვალში, ასე ჰქვია იშვიათ ოპერაციას, რომელსაც ატარებენ მაშინ, როცა სტანდარტული რქოვანის გადანერგვის პროცედურა არაეფექტურია. I feel fantastic. თავს ფანტასტიურად გრძნობ, მხედველობა მიბრუნდება და ეს სრულიად ახალი სამყაროა. ბრენდ ჩაპმანს თვალში საკუთარი კბილის ნაწილი გადაუნერგეს და მხედველობა ასე აღუდგინეს. ბიჭი 20 წლის განმავლობაში უსინათლო იყო. When Dr. Maloney and I როცა ექიმმა მელონიმ და მე ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, ორივეს ცრემლები წამოგვივით. 20 წელია თვალებში არავისთვის ჩამიხედეს. eye contact in 20 years. ექიმები პაციენტს ყბის ნაწილთან ერთად უღებენ ეშს, რომელსაც 4 მმ-ის სისქის კუბად ჭრიან, ბურღავენ. მასში ლინზას ათავსებენ და რამდენიმე თვით პაციენტს ლოყაში ან ქუთუთოში უნერგავენ, რათა მის გარშემო რბილი ქსოვილები გაიზარდოს. ამის შემდეგ კი თვალში გადააქვთ. ოპერაცია ჯამში 12 საათი გრძელდება. იმის ყურება, როგორ ბრუნდებიან პაციენტები სამყაროში, განსაკუთრებული ჯილდოს შეგრძნება. მეცნიერებამ პლასტმასის ნარჩენები პარაცეტამოლად გადააქცია. ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა გამოიყვანა მიკრობი, რომელიც პლასტმასის ნარჩენებს პარაცეტამოლად გარდაქმნის. ეს ამგვარი ნარჩენების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ მეთოდად მიიჩნევა. თუმცა ბოლო პერიოდში პარაცეტამოლს მხოლოდ ქიმიური ბიოტექნოლოგები არ ახსენებენ. ამ ყველაზე ხშირად გამოყენებად პრეპარატს ამერიკაში თაინელონი ჰქვია და მას ბრძოლა დონალდ ტრამპმა გამოუცხადა. ამერიკის პრეზიდენტს სწამს, რომ პარაცეტამოლი აუტიზმს იწვევს. თაინელონის მიღება ფეხმძიმობისას შესაძლოა ასოცირდებოდეს აუტიზმის ძალიან გაზრდილ რისკთან. არ მიიღოთ თაინელონი, თუ შეგიძლიათ ჯოჯოხეთურად იბრძოლეთ, რომ ის არ მიიღოთ. დღემდე ჩატარებული არც ერთი კვლევით არ დასტურდება, რომ დანიშნულებისამებრ პარაცეტამოლის მიღება დედებისთვის ან ბავშვებისთვის საზიანოა, ან რაიმე სახის კავშირი აქვს აუტიზმთან. ის რაც ამ პრესკონფერენციაზე ითქვა, ფაქტებზე დაფუძნებული არ არის. ახლა პედიატრებს მოუწევთ დაიცვან პრაქტიკა, რომელიც მყარ მტკიცებულებებს ეყრდნობა და 10 წლეულებია გამოიყენება. ეგვიპტეში 3000 წლის ოქროს სამაჯური მოიპარეს, გაყიდეს და გადაადნეს. ნაკეთობა კაიროს მუზეუმიდან დაიკარგა. ოქროს არტეფაქტი ფარაონ ამენემოპეს ეკუთვნოდა, რომელიც ეგვიპტეს 21 დინასტიის დროს მართავდა. ისტორიკოსები შიშობდნენ, რომ სამაჯურს ქვეყნიდან გაიტანდნენ და აუქციონზე გაყიდდნენ, მაგრამ რეალობა უარესი აღმოჩნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ სამაჯური მუზეუმის თანამშრომელმა მოიპარა და $4000-ზე ნაკლებ ფასად გაყიდა. ყიდველმა იუველირმა კი ის გადაადნო, რათა ოქროდ გამოეყენებინა. ნოტრ-დამის დიდება დაბრუნდა. ლეგენდარული კოშკები ხანძრიდან 6 წლის შემდეგ გაიხსნა. ტაძრის ცენტრალური ნაწილი ვიზიტორებისთვის ღია 2024 წლის დეკემბრიდანაა, თუმცა ნოტრ-დამის ტყუპი კოშკების აღდგენას მეტი დრო დასჭირდა. მასშტაბური რესტავრაციის პროექტი 2019 წლის ხანძრის შემდეგ დაიწყო. აღდგენილი კოშკები საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფი ვარ, მეც ძალიან მინდა, რომ ამ მომენტით დავტკბე. არა მხოლოდ თვალებით, არამედ მთელი გულით, რადგან ეს ძალიან განსაკუთრებულია. მიტოვებული კვლევითი სადგურის შენობაში დათვების ოჯახი შესახლდა. პოლარული დათვები მოგზაურმა და ფოტოგრაფმა ვადიმ მახაროვმა დრონით გადაიღო. დათვები რუსეთსა და ალასკას შორის მდებარე კუნძულზე მიტოვებულ შენობებში ბინადრობენ. აქ სადგური 1992 წლამდე ფუნქციონირებდა. მისი გაუქმების შემდეგ კი შენობები პოლარულმა დათვებმა მიისაკუთრეს.